დილა მშვიდობის ხალხნო. აი მე კინაღამს კამი ამიცდა. დილა მშვიდობის როგორ ხართ? რა შვებით? ძალიან დილა. პრინციპში ისეთი დილაა, რომ აღარ არის დილა, მაგრამ აი რო გეზარება დილა. როგორ ხართ? მე მგონი მე მოვასწრებ წასვლამდე თვების შეშრობას. ჯერ ადრე 1 საათია იქამდე. წესით ეს ამბავი გუშინ უნდა მექნა, მაგრამ სრულიად დაუძლურებული მოვედი გუშინ. აი ზოგი მეკითხავ ხოლმე ფეხი როგორ გტკივა. ეხა განახეთ. ან მეთქი რამე მისვია. აი აქედან აი ამ ადგილიდან ტკიოდა ქვემოთ და მიმძიმდებოდა ეს ფეხი და აი გეგონება რომ მიწაზე რა დაბლა ეწებებოდა და ვეღარ მიმქონდა რა და იყო ტკივილი. ეხლა აი კონკრეტულად გძნობ რომ ტკივილი იწყება სადღაცა აი აქედან აი ძვალი როა იქ სახსარი როა ან მანდარი ჩაჭედილი ან ნერვი არ ვიცი. ხო და ეხლა გუშინ მაგალითად აი კონკრეტულად აქედან ხო იწყება ცოტა ქვემოთ უშვებს და ძირითადი ნაწილი აი ამოდიოდა ზემოთ და აი მთლიანი ფეხი ტკიოდა გუშინ. ჯერ პირველ რიგში ცი რამ განაპირობა 5 შაბათს რო ვიყავი სამსახურში ძალიან გავბრაზდი რა სამსახურში არა გეტყვით რა რო გავედი იქით ხარ საიდანაც მარშრუტკა უნდა მოვიდეს დაიწყეს საგზაო აი ისინი რა გზის დაგება ნაწილი დააგეს და აქ ზემოთ მხარეს აღარ იყო დაგებული და ეხა ისე ახლა ზამთარში და ყინვაში ხوار დააგებდნენ და ეხა დაიწყეს და რო დავინახე რო აგებდნენ გავიქეცი ქვემოთ ანუ საიდანაც ვიცოდი რომ მარშრუტკა წესით ხო იქიდან მოდის ხოლმე და როდესაც ეგეთი რაღაცა ხდება ჩიხებში დადიან რა და ვიცოდი ხა საიდანაც უნდა გამოსულიყვნენ და მან გავიქეცი ვაიმ გაქცევას ხო და ესა ხო მივფორთხდი როგორც იქნა ნუ დიდი მანძილი არ არის მაგრამ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით რო ფეხი ძლივს მივათრიე დიდი იყო. და როგორც კი იმ ადგილას მივალი გავიხედა ისევ ზემოდან მოდის მარშრუტკა და მეთქი საიდან წამოვიდა. ამ ძღოლმა გვითხრა რა ორნი ველოდებოდით რომ ანუ ესე აღარი ისაქნა თუ იცოდეთო რომ აქედან ანუ ზემოთ აუბრიდან გამოვალთ ხოლმეო რა მოკლედ. ხო და ტყუილ აღარ ჩამოხვიდეთო რა ეხა მარტყოფელი კიდე მარტყოფელს ცნობს და იცის დაახლოებით ვინ სადადგა გაჩერებაზე რა და ყოველთვის აქ ავდგავარ ხოლმე მე. და ის გოგოც. ნუ კაი, იმის მერე მე არ დამჭირვებია, მაგრამ მე სადღაციდან რატომ ხათაც ვიყავი რა მოკლედ მარშრუტკაში და ძღოლი ელაპარაკებოდა რა, რომ ესაო. საიდან უნდა ვიაროთო მოკლედო, დღეს გამოვალე პირველათო და ნუ ისე გადაწყდა რომ ჩემ უბანთან მაინც უნდა ჩამოევლო ზემოდან. გუშინ გავედი, ველოდებოდი და მივხვდი უკვე რომ ანუ საიდანაც არ უნდა მოსულიყო ყველა მხრიდან უკვე ან ჩავლილი იქნებოდა რა ან ჩვენ ადგილს გადაახტანო სადღაციდან გამოდრა და აუ ისე გავბრაზდი რომ ჯერ კაი ხა მე სამსახურში დავგვიანო თავს არავინ მომაჭრის მე ჩემ საქმეს მაინც მოვასწრებ მაგრამ ბევრი ხოა რომ სამსახურში პრობლემები ექნება ეგ ერთი მე მეორე გამოდის 20 წუთში თუ რაღაცა ზოგს ხო აგვიანდება არა ძალიან ელემენტარული წინაზე ჩაწერილი რო ვიყავი საავადმყოფოში კინაღად დამაგვიანდა მე ხა არაფერი არ იქნებოდა მაგრამ მაინც ხა ვიღაცას ხო რაღაცა მომენტში სავალალო მდგომარეობა უხდება როდესაც სადღაცას აგვიანდება ეგ მეორე თუ მესამე თუ მე-30 რა ვიცი და გაწმინდა ხო და კათამიკაკანებს ველოდები რომ იქნებ კვერცხი დადო. ხო და წავედი ავდექი და ანუ სროunda ჩამოევლო 5 წუთზე გავდივარ ხოლმე და
მაქსიმუმ 8 წუთზე უკვე აქ არის მარშრუტკა, სადღაც 12 წუთი იყო, რომ მივხვდი, რომ შანსი აღარ იყო, ჩავლილი იყო რა და იმდენად მეზარებოდა ფეხით წასვლა. მაგრამ სხვა გზა არ იყო, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ დილით რაღაცა ტორტი მქონდა. კი ვაპირებდი, რომ მეთქი ნინოს დაურეკავ, რომ თუ მიდის ბანემ ისე ჩამოივლის, რომ წამიყოლებს მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ნინოც არ იქნებოდა გამოსული, იმიტომ რომ მირეკავს ხოლმე. ან რომ მივიდოდა და არ დავხვდებოდი, დამირეკავდა ყველა ვარიანტი და აღარ დაურეკე რა, რომ გოგოს რომ მეთქი რა. ხო და ტაძრამდე ჩავედი, ოდნავ ჩავწდი ტაძარს და ერთ-ერთმა მშობელმა გამიჩერა. ჩემი ბიძაშვილის მეზობელმა აქედან მოგესალმები და დიდი მადლობა. აი, როგორი სიტუაცია იყო, 3 ადგილას გავჩერდი. რო ჩერდებოდი, იმიტომ რომ ჩერდებოდი, რომ ფეხს ვასვენებდი, იმიტომ რომ არ არსებობს ეგრეთ წოდებული პოზა, რომ ფეხი დაასვენო, არ არსებობს. გინდა იჯექი, გინდა იწეგი, გინდა ყირაზე დადექი, ფეხი თუ რაღაც მომენტში თავისებური ადგილი არ იპოვა, არ ისვენა, ანუ ტკივილი არ მივლის რა. ანუ დაჯდე და გაგიაროს არ არსებობს, რომ დავჯდებ ხოლმე, შეიძლება უფრო მეტად მეტკილოს და აი უკვე ისე იყო, რომ სახეზეც კი მეტყობოდა, რომ მივდიოდი, რომ ის ვეღარ მიმქონდა ფეხი, ანუ მარტო დაბლაკიან თლიან ფეხს მიჭერდა. ნერვია უეჭველი რა და ეხლა რო წავალ ეგ უკვე მე მგონი ოჯახის ექიმთან უნდა გავიარო კონსულტაცია თუ რაც აქვია, რომ რა გავიკეთო რა, რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობაში. იმიტომ რომ არ არსებობს. ესე რომ გამიგრძელდეს, მე ვერ ანუ ძალიან საშინელებ, აი გადამბლავებს. გენეტიკურად არაფერი ისეთი საერთოდ არავისა, ერთადერთი მამიდა ჩემს აქვს გაკეთებული მენჯებზე ოპერაცია, ანუ შეცვლილი აქვს მენჯის, აი ეს ხტილი აღარ აქონდა და მახსოვს რა სიმწარებს გამოდიოდა თითოეულ ნაბიჯზე რა და ანუ სხვას არავის არ ქონია რა წინა თაობაში. მაგრამ ეგეც გასარკვევია. გასარკვევი მაქვს. მაგრამ აი მამიდას აქ ზემოთ ტკიოდა ხოლმე. ეს არ მტკივა, საერთოდ არ მტკივა ეს. აი ქვემოდან ზემოთამდე. ნუ არ ვიცი ერთ სიტყვით რა, ეხლა ჩემი ბურა დასკვდას ვერ გამოვიტან, მაგას ექიმი სჭირდება და ფაქტია რომ მაგნიუმმა არ მიშველა. ხო და ეხლა კი გავაგრძელებ მაგნიუმის დალევას, ეხლა სადაც 1-2 კვირა კიდე უნდა დავლიო, მაგრამ ეგ ხა ცუდი არ არის, კაი არის სისხლისთვის და ზოგადად ფეხმძიმებაში იმაშვებიან ხოლმე, ნიშნავენ ხოლმე მაგას რა. ჩაუწყო ცოტა თორე ვისაწვედი რომ გამშრალიყო აუწია და ახლა ხვდები რომ ნელა გავთივარ იქ. ხო და ერთ სიტყვით გუში რომ მიმიყვანეს მანქანით ცოტა ხანი ესე დავჭექი, მე ვთხარი დღე არაფრის თავი არ მაქვს დამანებით თავი, ნინოც მაშინ მოვიდა და მივხვდი მეთქი რომ არიყავი აქ. მე მგონი გამიშრა. ხო, გუშინ ტორტი იყო, გვიან მოვიყო ტორტი, დილით სხვა მახსოვდა, ანუ სხვა დღე მახსოვდა და არ იყო. დილით არ მქონდა ტორტი, ამიტომ დილითვე დავიწყე გუში ვიყავი ბლინჩიკების ქალი. ბლინჩიკების აუარება ცომი გავაკეთე და მე სადღაც ან წარმოდით იმდენი ისავქენი 3 ტაფით მუშაობდი. რომელი 4 იყო 5 დაწყებული რომ ან ბლინჩიკები მოვჭი სადღაც 11-ზე დაწყებული რა, იმიტომ რომ მე რო აქედან 10-ზე გაველი ძლივს მიველი 11-მდე. ანუ ეგენიც არის რა, ნინოსთან ხინკალი ნახევარ ფაბრიკატ ისინი არის და ძალიან გემრიელი ხორცის და ყველის ბლინჩიკები გავაკეთეთ გუშინ. დღეს რა მაქვს? დღეს ერთი ტორტი მაქვს, ვიცი. დარჩენი უფროსი რომ დამავალებს თუ რამე მაქვს. უნდა მიმეწერა ნინო დღეს თუ არაფერია დავრჩები მეთქი, მაგრამ რაღაცას მომიძებნის რა და თან ის არის ხოლმე ჩემი დღეები რო ვიცი, ორშაბათ, სამშაბათ, ხუთშაბათ კაია ხოლმე რა, მე სხვა რაღაცებსაც გეგმავ ხოლმე და
აღარ ავურიე. ვაი წვიმს. ცუდად. ეხლა ამ წუთას აღარ წვიმს. ერთი ის რომ ქოლგა არ მიყვარს რა, აი ქოლგის დაჭერა არ მიყვარს და კი მაქვს. იცი რომელი ქოლგა მაქვს? ჩემმა ძმა მაჩუქა დაახლოებით ვიყავი 14 წლის. ის ქოლგა მაქვს დღემდე. და ყოველ გამოღებაზე ვიცი რომ ის ირაკლის საჩუქარია. ხო და ანუ არ მიყვარს ხოლმე იმ ხრივ რომ რავი მაინც რა. თუმცა ქოლგა სიმყუდროვის განცდას იმას მისშვება ხოლმე. მანიჭებს ხოლმე და ანუ იქამდე თუ ჩასასვლელი ვიქნები, ყველა ვარიანტში დამჭირდება ქოლგა და ცოტა ადრე უნდა გავიდე. სადღაც 10-ზე გავალ. რომ 5 წუთზე ნაკლები მჭირდება ხა იქ მისასვლელად, მაგრამ მივიდე მაინც და იქ შეიძლება ისევ აქედან ჩამოვიდეს მარშრუტკა ვერ გაიგებ რა და აი მაგაზე მეშლება ხოლმე ნერვები და ზოგადად თელ მოსახლეობას რა რომ ანუ სიტყვაზე 10 მარშრუტკა რო იყოს დღეში არ არის მაგდენი, მაგრამ მაინც არა პრინციპში რატო არა ანუ 10 მარშრუტკა რო იყოს და 9 ანუ რო გადაწყდება რა რომ აი ამ იმით მარშრუტით უნდა იაროს ყველა ხალხსაც ეტყვიან, გააფრთხილებენ, ანუ ძალიან ბევრი არის პასუხისმგებლიანი მძღოლი, რომ ხალხმაც ხომ უნდა იცოდეს, როგორ დავდივართ, რომ სად დავხვდნენ, ხო, ესეთ სიტუაციაში და ანუ ამ 9-დან, კი არა 10-დან ერთი გადაწყვეტავს, რომ სულ სხვანაირად უნდა იაროს. ხო და ეგ ერთი შემთხვევა სავარაუდოდ მე. ვერსაიდან ვერ დავიჭირე და მივჩლახუნობდი იქ. ზოგადად ფეხით სიარული მიყვარს ძალიან, აი უზომოდ, აი შემიძლია, აი თქვენც ხო იცით, აი შემოვიარო ფეხით ყველაფერი, თუ მაქვს იმის შანსი, შესაძლებლობა არ დამაგვიანდეს და რაღაცა ფეხით მოძრავ და ფეხით დავდივარ და მთელი 2 წელზე მეტი იმ ხელამანძიძე ნინოს სახლში რომ მუშაობდა ხოლმე ფეხით დავდიოდი. ხა იმ ადგილას ტრანსპორტი არ იყო, ანუ სახალხო ის არ იყო, არ მოძრავ. აი იმდენად სიამოვნებს და მიყვარს რაღაცა, მაგრამ ეხლა რო ეს მომენტი მაქვს და მიჭირს აი ზედიზედ 5 ნაბიჯის გადადგმაზეც მუშტს ვკრავ ხოლმე და მაგრა უჭერ ხელს რომ აი ჩემ თავს ვეუბნები და 1 2 3-ც და მიდი. ხო და აი წუხელე აი დილის ეგ სიტუაცია რომ მქონდა და აი მეტკინა აი დავძალე ფეხი რომ იტყვიან მაგიტომ მთელი დღის მანძილზე მაწუხებდა რა იქ კი გავშლი ხოლმე მეორე სკამს დავიდგავ ხოლმე ელემენტარული ხარ რომ ვიჯექი რაღაც მომენტში და ცომს ვაცხობდი შლი რა ფეხს მე კატამო ჩავარდა ჩემოლაბაზო ჩადი და არ შემოგიშვებ უნდა გავიდე და დარჩები მე ხო ნაჭამი გაქვს ჩემოლამაზო მე მითათო ეთკინა გოგო როგორ არ ლაშებუშო ეს პატარა ბავშვი მოდი ჩემო ცხოვრება მოდი ვინა თქვა შემოუშეკ მიდი ჩემო პატარა გვარაქცემა ბაცაცომ ჩემო სიხარულო აბა მოდი ჩემთან შემოგხედო დედას ლამაზ თვალე აი მე რა კაკი ბავშვი ძალიან საწყალია ოღონდ აი ყველა ამას უბლახუნებს თუ დედა სახლში არ არის დაუცველი ბავშვია. ყველა რა ისა. თავისი დედა და ბაცაცო. ჩემი პატარა. მე პატარა გული უცემს ხალხ, ნუ აი პატარა გული აქვს. რაიმე ლამაზად გიცემს, ჩემო ლამაზ. იყავი სანამ წავალი ხარ. ხოდა გუში რომ მოვედი სახლში. ყოველ საღამოს ნინოს მოუყავარ ხოლმე რა და სახლში რომ მიდის თვითონაც ესე წასვლას ესე მოდის ხოლმე და მეც აქ ჩავუმაგდებს ხოლმე და ერთადერთი ადგილი აი დაბლა იატაკზე ვჭდები ხოლმე ხალიჩას და ფეხს ვშლი და ცოტა შვება მაქვს ხოლმე და ცოტა ხანი გავქაჩე რა რო იტყვიან ვიყავი აქ ბავშვებთან რაღაცა ვიცინეთ ვიხუხუნეთ და მე წავედი მოთხარი მეტი შანსი არა მაქვს და მაგიტო გადავდე აი ეს ამბავი წუხელ და ესე იგი ზოგადად რო ვწვევი ხოლმე და რაღაცა მივლის არ ვიცი როდის ჩამეძინა კაი ხანი მტკიოდა ფეხი ისე რომ
საათზე მეტი იყო გასული, დაწოლიდა რომ კიდე ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ მაწუხებ და ვერ ვუპოვე ადგილი, სადაც შეიძლებოდა დამედო ფეხი. მე არ ვიცი, ჩამეძინა სავარაუდოდ და გამიარა სადღაცა ზოდისხაც. ესე იგი, ის უნდა მენახა განრიგი ექიმთან დასასვლელი და მანამდე მივწერ რა ექიმს, ანუ გინეკოლოგს, რომ ანუ ეს სიტუაცია იმან არ მიშველა და მაგასთან უნდა გავიარო კონსულტაცია თუ ოჯახის ექიმთან, რომ ამ პრობლემასაც პარალელურად მივხედო. ხო, იმაზე გადავწყვეტე, რომ მეც უარი ვთქვა გენეტიკურ ანალიზზე და არ გავიკეთო. იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომც გავიკეთო, რა პასუხი მოვა. ამიტომ არ ვიკეთებ. სადაც აქამდე მოველი, ბოლომდე მივალ. არ მაინტერესებს რა ხდება. რა მხრივ. ეს პატარა ჩემთვის არის უფლისა ჩუქარი და მას თუ არა რომელ გენეტიკურ ანალიზს უნდა ვენდო. რომელს? რას? იმიტომ რომ მე ახალ წლებში ზოგადად რა როდესაც ხოლმე აი მე ბავშვზე აი რაღაცა გავიფიქრებდი რომ მაგალითად აი ხო არის რომ დრო რო გავა და პატარას რო დაინახავ და აი რომ გინდა რაღაცა, მაგრამ ძალიან მეშინოდა ხოლმე აი კორონების დროს რო ფეხმძიმეს დავინახავდი, აი მე იმის მაგივრად როგორ ნერვიულობდი, როგორ მეშინოდა იმ 9 თვის, როგორ გაივლიდნენ ის ვირუსების, ის უბედურობების, ეხლა რამდენი ვირუსია კიდე რაღაცა საშინელება, რა ვიცი რა და სულ ფიქრობდი და სულ მეშინოდა რომ აი შობიარობის არ მეშინია იმ საერთოდ აი არც ვფიქრობ მაგაზე და არც ვაიმე როგორ არა. ზოგადად ეგეთ საქმეებში მაზოხისტი ვარ და მაგრამ აი შენზე რო არ არის დამოკიდებული ის ვირუსი შეხვდება თუ არა და რამდენად დააზიანებს ბავშვს, მაგისი ძალიან მეშინოდა. აი სიკვდილამდე მეშინოდა რომ იტყვიან რა და სულ ნერვიულობდი ფეხმძიმეს რომ დავინახავდი. ხო და ეს ამბავი რომ გავიგე, უბრალოდ სანამ ამ ამბავს გავიგებდი, ჩვენ ცეკვიდან ვიყავით ცხეთაში ნინო და მამა გაბრიელის საფლავზე გავიარეთ. ყოველთვის მივდივართ ხოლმე აბსოლუტურად, როცა ცხეთაში რამეზე გავალთ, ანუ ექსკურსია ან ცეკვა არ არსებობს, რომ სამთავროს დედათა მონასტერში არ მივიდეთ ხოლმე და აი არც ვიცოდი მაშინ. და მაშინ მამა გაბრიელს ვუთხარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, აი ნებისმიერ სიტყვას, ნებისმიერ იმას, სადაც ხარ, ყოველთვის გისმენს. ხო და თუ რაღაც იქნება, მე ჩემს თავზე ვერ ვიღებ ამას და აი ჩემ შვილს გაბარებ შენ. მთელი ამ ხნის მანძილზე. რაზეც მე პასუხისგებლობას ვერ ავიღებ, რომ იქ ვირუსი შემხვდება, იქ 1000 რაღაცა ხდება, რაღაცა უბედურებები, თუ მე მეყოლება და ვიქნები ფეხმძიმედ, ჩემ შვილს გაბარებ და აი ახალ წლებში მე ისეთ ვირუსიანებთან ვიმუშავე, ისეთ ვირუსიანებთან და გარემო ისეთი სიტუაცია იყო ხოლმე, სადაც ვიყავი, რომ ყველა ვირუსიანი იყო, არ ამიკვრია პირბადე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ არაფერი არ შემხდებოდა და ერთი არ დამიცემინებია. ოღონდ იმიტომ არა, რომ მე მაგარი ორგანიზმი მაქვს, მე იმუნიტეტი მაქვს, არა, აი მე სხვანაირად გრძნობდი მაშინ თავს, რომ მე კი არა, ჩემ შვილს იცავს ისეთი ძალა, რომ ეს ვირუსი და ესეთი რაღაცა საერთოდ როგორ უნდა შემხვდეს. რომ მე ისეთ ადამიანს ჩავაბარე, ისეთ რა ჩემთვის აი მამა გაბრიელი რაღაცნაირად ახლო არის იმ ხრივ, რომ აი რომ წარმოვიდგენ, რომ ელემენტარული, რომ მე იმ პერიოდში დავიბადე და ანუ რაღაცა წლების მანძილზე, რომ თუნდაც არ ვიცოდი ხო, თუნდაც კი არ ვიცოდი, რა ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. აი ბედნიერი ვარ, რომ ის როდესაც
ცოცხალი იყო და სუნთქავდა მე იმ პერიოდში დავიბადე. და მე იმ პერიოდში ცხოვრობდი, და იმდენად ის მაბედნიერებს თითქოს და რაღაცა თან იმ პერიოდში ვუყურე მამა პაისის ცხოვრებას რა და რაღაცნაირად ძალიან დავაკავშირე ერთმანეთს. მივამგვანე ერთმანეთს, მათი ცხოვრებით. რაღაცნაირად თითქოს ეს ორი წმინდანი იმ პერიოდის ვერ ვიტყვი კიდე და ვერ ვამბობ იმდენად რაღაცნაირად შემოიტანა ცვლილება რო იტყვიან ჩემს ცხოვრებაში და მე ამ წმინდანებს ჩავაბარეთ ჩემი შვილი და მართლა არ დავარდებ ისე გავიდა ის პერიოდი ერთი არც დამიცემინებია ხო გეუბნებით და ზუსტად ვიცი რომ ბოლომდე ესე მივა. ისე რომ ეჭვი უნდა შევიტანე. მანდ თუ ეჭვი შევიტანე საერთოდ რისი უნდა მჯეროდეს. არ არსებული. ესე. ხო და მე იყო ჩემთვის საოცრება ის რომ ამ სიტყვების მერე სადღაც 10-11 დღეში გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავ. და იქედან მგონია რომ ეს არის ბიჭი. და თუ მართლა ესე აღმოჩნდება რომ იქნება ბიჭი აუცილებლად დავარქმევ გაბრიელს. გოგოზე არ მიფიქრი, არას დავარქმევ და ეხლა რომ სქესს გავიგებ იმ მარტის დასაწყისში. მე ვიფიქრებ თუ გოგო იქნება. რას დავარქმევ. ესე. და შური. მოდი, დავიმშვიდობოთ ახლა. დავიმშვიდობოთ? თით დაიმშვიდობები? ჩემი გოგო ხარ თუ ჩემი ბიჭი ხარ? ჰა? ჩემოწყვიტა. რა საყვარელი. ეს არის პანდა. დედას პანდა. პანდა გაჭამა დედამ საჭელები დღეს. გაჭამა ბუცულა გაგევსო? ჩემი ტკბილი. სად არიან შენი ბიჭები? სად არიან შენი ძმაკაცები? თვალებში რო გიყურებს, ნახე, როგორ ეს შრეკის კატარო არის, ხო, იცით დიდ თვალები მოგცაწყალი არის ისეთი. ჩემი პატარა. ძალიან ერთი ბიჭი. მამალია და ეს უდიდესი ბიჭი გაიზრდება, უბრალოდ ჯერ პატარა. ხო. ჩემი პატარა. წაველი ხარხნო, დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. 27 წუთი არის და სარეცხით შევყარე. ოჩაღი ვარ. ხო და მაგას გავფენ ახლა და სხვა ყველაფერი გამზადებული მაქვს, რა ვიცი. საჭმელი არაფერი გამიკეთებია, იმიტომ რომ არის რამე რუმეები. წაველი ახლა ბედნიერი დღე ყველას. და მინდა რომ ესეთი საეჭვო აზრები თუ გაქვთ თქვენ თავთან ბრძოლები ეგრეთ წოდებული მე რომ მქონდა რომ სულ რომ ეშინოდა და რაღაცა ანუ მიანდეთ რა იმიტომ რომ დარწმუნებულები იყავით თან რომ ყველაფერი მაგრად იქნება არი ფიქრობთ სულ ფიქრობდი რომ აი პირველი ერთი თვე მერე მეორე თვე მერე ისე გავიდა ერთხელაც არ დავფიქრებულ ვარ რომ ვაიმე ნეტა როგორ და ვაიმე და რაღაცა ანუ თავისთავად წავა ყველაფერი თავისთავად დაეწყობა ყველაფერი თავისთავად დალაგდება და ისე გავა ის პერიოდი რომ ანუ უკან რომ მოიხედებით თქვენ თავს კითხავთ რომ აბა სად უნდა მენერვიულა
ანუ ესე იქნება რა დარწმუნებულები იყავით მართლა ესე იქნება და ღმერთი თქვენსკენ ყველა თქვენს ჩანაფიქში, ოცნებაში, ნერვიულობაშიც, რასაც განიცდით, ნერვიულობთ, ღმერთი ყველას შეგეწყვეთ აბსოლუტურად და გფარავდეთ ყველა წმინდანი. კარგად იყავით, აბა-ჰო. ბედნიერი დღე ყველას. წაველი მე სამსახურში. ჯერ არა ცოტა ხანში. აბა-ჰე.